ფაქტიურად გადაცება იყო რეალურად ლევანისი დაკავების რაღაცა განსხვავებული ფორმა. ეხლა ხან მოხდა 15 წუთი. უბრალოდ არ მინდა მანქანიდან გადმოსვლა, რომ რაღაც დემონსტრაციულად ამათი მანქანა არის და რაღაცა ესე მინდა რა. მანქანით მოვიდნენ? ამდა კიდე რამდენიმე სხვით რომ. და რა მოხდა როცა მოვიდნენ და ბიზნამ გადაწყვიტა რომ დააკავოს ყველა, ვის მიმართაც ხალხს გააჩნია ნდობა, სიმპათია და ვისაც გააჩნია უნარი რომ მობილიზება გაუკეთოს ქართულ ხალხს. ეს არის ბიზნას გაწყვეტილება, პერსონალურად ივანიშვილის გაწყვეტილება. ეხა იმდენი კასკადი არის ამ უკანონობების და ზოგადად აღვერახსნილობის, ყველაფერზე პასუხი უნდა გავცეთ 4 ოქტომბერს. აი სულ ყველა, ვინც არის ქალი, კაცი, ერი, ბერი, ყველამ უნდა მოვიკრიბოთ ძალა ღონე და 4 ოქტომბერს აი ამ ყველაფერზე უნდა გავცეთ ისეთი პასუხი, რომ აი ეს ბიჭები ეხა ვინც აქ გონიათ რომ ვეჩნა ჩვენ ვიქნებით, სულ ჩვენ ვიქნებით, ესენი დადიოდნენ აი კონკრეტულ ცემე ჟურნალისტი იმასთან მიდიოდეს ბოდიში სათხოვლად. ვიღაცა ადვოკატს გადაუარეს ბოდიშზე იქ მიდიოდეს რა. ვიღაც პოლიტიკოსს ესე ამ ფორმით დააკავა, ეხლა როგორც ლევანი დააკავეს. იქ მიდიოდეს ბოდიში სათხოვლად. არ გამოვა სხვანაირად ხალხმა უბრალოდ გამოსავალი იმაში კი არ არის რომ ვიღაც პარტია წავა მოვა. ბიზნა რასაც აქ აკეთებს, ამას ქვია უბრალოდ მე ჩემი ბოსტანი ხართ, ჩემი ყმები ხართ. ამას გვაწერს ყველა შუბლზე, აი სურზე, ყველგან აი ამას გვამაგრებს, რომ ჩემი ყმები ხარ და ამას სჭირდება პროტესტი, ამბოხი, მშვიდობიანი რევოლუცია, ამას სჭირდება პასუხის გაცემა.